განაახლეს თამაში ქართველ ფეხბურთელებმა აუტი არის კიდევ ერთხელ მოაწვდიან აუტიდან ბურთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მარჯვენა ფრთიდან ლაშე საულგვაძე გააკეთებს ამას ხუბუტია ხიზანიშვილი ხიზანიშვილმა შეინარჩუნა ბურთი შემდეგ გაგრძელება არის საჭირო ძალიან კარგი გადაცემა მარცხნივ კობიაშვილი შეიძლება ჩაწოდება დარტყმა და 1-0 გაიტანეს ქართველმა ფეხბურთელებმა გოლი ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა გახსნა ძალიან კარგი დარტყმის შემდეგ 1-0 22 წუთზე კობიაშვილი ხიზანიშვილმა ითამაშა ძალიან კარგად როდესაც დაინახა კობიაშვილის მოძრაობა შეინარჩუნა ბურთი დააყოვნა გააკეთა შემდეგ პასი მარცხენა ფრთაზე საიდანაც გაკეთა კიდე ძალიან ზუსტი გადაცემა და ალექსანდრე იაშვილი გატანილი გოლის ავტორი შეხვედრის 22 წუთზე 1-0 გახდა აი კიდევ ერთხელ აქამდე იყო ეპიზოდი როდესაც პაუზა გააკეთა ხიზანიშვილმა და ზუსტად დაინახა კობიაშვილის მოძრაობა შემდეგ ჩაწოდება მეკარესთან მეკარის მოედანში მეკარეს დაასრულა არანაირი ჯარიმა არ არის საჯის ახლოს იმყოფებოდა ეპიზოდთან კიდევ ერთხელ განმეორებით იაშვილმა ითამაშა ძალიან კარგად და გაიტანა კიდევ ერთი თავისი მორი გოლი ეროვნულ ნაკრებში ეს არის მისი მე-15 გოლი და მოქმედ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი სწორედ ალექსანდრე იაშვილსა გატანილი ჩვენს ეკრანზე გატანილი გოლის ავტორი 1-0 დაწინაურდა საქართველოს ეროვნული ნაკრები